დღეს ესევე არის მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების ხსენების დღე. საოცარია იცით რომ თქვენიც მსოფლიო კრებები რომ 7 მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა. უდიდესი მამებისგან ჩატარდა ეს და ეს და კრებებმა 7 კრებამ დაადგინა ის რასაც დღეს მართლმადიდებლები ვაღიარებთ. ყველაფერი იშრომეს, ყველაფერი იღვაწეს იმის რომ არაფერი ჩვენ მაგათ ახლა ჩვენ თანამედროვე მამებს რაღაცა ჩვენ არაფერი დასამატებელი არ აქვს. აი ვიღაცები არიან თანამედროვე მამები ჭყალებში თანამედროვეები რომ უნდათ რომ აი 21 საუკუნეს მოარგონ ქრისტიანობა და ახალი სხვა კრების ჩატარებაც უნდათ. მამები გამარტავენ ამოწურა ამ ეკლესიამ თავისთავი ამოწურა ისეთ ყველაფერზე ყველაფერი პასუხგაცემულია ამ მსოფლიო კრებებზე. ყველა დოგმატი, ყველაფერი განხილულია. ყველაფერი განიხილეს ამაში. და ბოლო მეშვიდე მსოფლიო კრებაზე ხატ მებრძოლეობასთან დაკავშირებით იყო ბოლო კრება. აი გუშინ ახლა მამა გაბრიელი საკითხებს კითხულობდა ცისკარზე. საოცარი საკითხები იყო ხატთან დაკავშირებით. აი საოცარი რამე იყო და წარმოიდგინეთ ეკლესიამ დაადგინა ხატ საყოველთაოდ მაგრამ ისეთი დიდი ბრძოლა იყო ხატებზე რომ ხატები გაიტანეს ეკლესიებიდან, დააწვეს და კერპებში იადარეს და როგორც აი ძველთმაში რო წერი არაქმენ თავისა შენისა კერპი, ეს მაგალითი მოყავდათ რომ არ შეიძლება რომ კერპი ვით არისო ხატიო და ძველთმაში იმიტომ თქვა ღმერთმა ეს რომ მოსე რომ წავიდა ამცების მისაღებად. ხალხმა კერპი შექმნა და ღმერთის მაგივრად კერპს სცემდნენ თაყვანს. ანუ მათი ღმერთი ის ხბო იყო რომელიც გააკეთეს და ჩვენთვის ხატები ღმერთები არ არიან. ჩვენთვის პანტელეიმონის ხატი პანტელეიმონია, მთავარანგელოზია, წმინდა ნიკოლოზი, ჩვენ მათ ღმერთება დავთვლით. ჩვენთვის ესენი საღებავები არ არის. არ არის საღებავები. და ამ თემას რო ვიხები, არ მაინც მინდა რომ შევეხო ნაწილობრივ. გახსოვთ პანდემიის პერიოდშიც? აი პანდემიის პერიოდში ტაძრებში ხატებს ნაჭრები ჩამოაფარეს და ხატზე თქვევა აკრძალეს. როგორც მაშინაც ეპისკოპოსები ებრძოდნენ ხატებს. ეპისკოპოსები ამბობდნენ რომ ხატი არ არის სწორი. არ შეიძლება ხატთან მიახლება, ხატს ამთხოვა. ამას ამბობდნენ. და ჯვრის თაყვანისცემის დღეს ჯვარზე ხალხს არ ამთხოვინეს. ჯვრის თაყვანისცემის დროს. და ეკლესია ეს ყველაფერი გავლილი აქვს უკვე. ეკლესია აქვს ეს ყველაფერი გამოიარა უკვე ეკლესიამ ეს ყველაფერი. ზიარებაზეც გახსოვთ თქვენ ამხელა ბრძოლა იყო. და ზოგიერთმა ეკლესია ზიარება დასპირტა კიდევაც. დასპირტეს, ანუ ქრისტეს საწახორცს ვერ ენდნენ წარმოიდგინე. აი სამწუხაროდ არის ეს აი თანამედროვე თეოლოგია შემოსვა ჩვენ ბევრჯერ გვიკამათია, ბევრჯერ გვისაუბრეს სტუდენტები რო ვიყავით რაღაც აი საბრიზნიშია შემოსული ეს ძალიან თანამედროვე თეოლოგიაში რაღაცები დაიწყეს ხოლმე და აი ლოცვებთან დაკავშირებითაც ერთ ადამიანს ვეკამათებოდი რაღაც ვეკამათოდი და ლოცვებთან დაკავშირებით საუბარი ლოცვა საჭირო არ არისო. ეს ლოცვები, დილას აღამოს ლოცვები, ემსახურებები, ესია მოგონილი არის ზიარების ლოცვები, ეს ყველაფერი მოგონილია. არ ჭირდება ადამიანს ეს ლოცვაო, წარმოიდგინე. თანამედროვე თეოლოგიაში ეს. და ვეუბნები რომ მაშინ იოანე ოქროპირი რას ლაპარაკობს ლოცვასთან დაკავშირებით? ბასილი დიდი რას ლაპარაკობს ლოცვასთან დაკავშირებით? თუ ეს ლოცვა აუცილებელი არა, მაშინ ამ წირას ატო ვატარებთ, ან ნებისმიერ საყურებას ატო ვატარებთ. აი ადამიანი შეიძლება იქამდე მივიდეს რომ მე საბოლოო ჯამში ღმერთიც კი უარყოს. ანუ ადამიანი რომელიც ამ სოფლიო კრებების დადგენილებას არ მიყვება, იმიტომ რომ ჩვენ ახალი გამოსაგონებელი არაფერი არ აქვს. ყველაფერი წერია უკვე. შენ ერთადერთი იქ უნდა წაიკითხო რა წერია და იმას უნდა მიყვე. ახალი თანამედროვე თეოლოგია მოსაგონი არ არის. და ეს სოფლიო კრება ამიტომაც შედგა, წარმოგიდგენთ, იცით როგორი ბრძოლები იყო სოფლიო კრებებზე? ქრისტიანობისთვის ხალხი ეწამებოდა. პირველი კრება როდესაც ჩაატარდა ნიკეაში კონსტანტინე იმპერატორმა რო ჩაატარა პირველი კრება, სოფლიო კრება რო ჩაატარდა, რო შევიდაო კრებაზეო. წარმოიდგინე ეს იმპერატორი რო შევიდა კრებაზე, რო დაინახა ეს ეპისკოპოსები, მას ტახტი ჰქონდა დადგმულსაც და დამიჯდარიყო ეს იმპერატორი და ვერ დაჯდაო ტახტზეო, იმიტომ რომ დაინახა ეს ეპისკოპოსები, ზოგს ყური ჰქონდა მოჭრილი, ზოგს თვალი ჰქონდა ამოთხილი, ზოგს ხელი ჰქონდა მოჭრილი, ზოგს ფეხი ჰქონდა, ზოგს სახე გადაჭეხილი ჰქონდა. ანუ ამ ქრისტიანობის ეს წმინდანები ნაწამები იყვნენ. ისე დღეში იყვნენ ეს ეპისკოპოსები, რომ შემოვიდნენ, ისეთი სახეები ჰქონდა ეპისკოპოს, იმპერატორი რო ნახა გაგიჟდა და რის გამო აწამებდნენ, იცი? აი ზუსტად ამ ქრისტიანობის დაცვისთვის. ჩვენ დღეს მარტივად უყურებთ ამას, აი არიან, აი თანამედროვე ქრისტიანები, რომ აი ყველაც ხონდება, მე რა რომ რელიგია რაღაცა სახარებაში წერია, ქრისტე გეუბნება, ჩემს გარეშე ვერ ცხონდები. მე ვარ მაცხოვარი, მე ვარ ცხონება. იოანეს სახარებაში წერია, მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება. ვინც არ მოვა ჩემთან, ის ვერ გადარჩება. ქრისტეს სიტყვებია ეს. ამას ვინმე სხვა კი არ ამბობს არ რაღაცა. და არიან ადამიანები, ვინც ლაპარაკობენ, რომ რა მოხდა მე სხვა რელიგიის ამხსარებელად ცხონდება.
აი ზუსტად ამიტომ მიეძღვნა ეს კრებები, მინდა თქვენ ეს კარგად იცოდეთ ქრისტიანებმა, მართლმადიდებლებმა. ამით ჩვენ ვინმეს კი არ ვაკნინებთ არ რაღაცა და იმას კი არ ვამბობთ, რომ მარტო ჩვენ ცხოვრები და სხვები წარწყდებიან. ამას ამით არ ვამბობთ, ან ნიშის მოგებით კი არ ვლაპარაკობთ ამას, რომ ვიღაცას ნიშის მოგებით ველაპარაკებით ამას. არანაირად. იმიტომ რომ ქრისტე მოვიდა, იმიტომ რომ ადამიანები ეცხონებინა. და ქრისტე ამბობს, ვინც მე მიმიღებს და ვინც მე მაღიარებს, მეც ვაღიარებ მას მამაჩემის წინაშე. და ვინც მე არ მაღიაროს და ვინც მე არ მაღიარებს, მეც არ ვაღიარებ მას მამაჩემის წინაშე. ამას ამბობს ქრისტე, წარმოიდგინეთ. აი ზოგჯერ დაგიწყებენ, კამაც აი თქვენ სახარება უნდა იცოდეთ, სახარებიდან წაუკითხეთ. მაშინ ეს რას ნიშნავს უთხარი? აი ქრისტე ამას რატო ლაპარაკობს? გვატყუებს ქრისტე? იტყუება ქრისტე მაშინ? იტყუება ქრისტე? როცა ეს ამას ამბობს ქრისტე? იმიტომ რომ ქრისტეს გარეშე ცხონება წარმოუდგენელია.